და ახლა უკვე უნდა გადავინაცვლოთ თემაზე, რომელიც გლობალური მასშტაბის არის და თავისი გლობალური შედეგებით ასევე გავლენას ახდენს საქართველოს მომავალზე და მოახდენს და მთელი მსოფლიოს მომავალზე. ბევრი რამ ითქვა ამ ორი დღის განმავლობაში, ახლა უკვე შეერთებული შტატებისა და უკრაინელების მოლაპარაკებებზე, იქ ჩართულობა ევროკავშირის არის, პრეზიდენტი ერდოგანიც იწყებს გარკვეული ინიციატივების გამოვლინებას, მაგრამ ყველაზე ბოლო ინფორმაცია, რომელიც მეტწილად ალბათ ზუსტად აღწერს მიღწეულ ეტაპს შედეგს, რომელიც გუშინ და დღეს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს მოყვა და აისახა, არის ეს ბოლო ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ Financial Times-მა გამოაქვეყნა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ახალი 19 პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს. ანუ შტატებმა და უკრაინამ. ინფორმაციას Financial Times-ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე სერგეი კისლიცაზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებებისას შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებმა პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები ქვეყნების პრეზიდენტებისთვის განსახილველად დატოვეს. დავიმახსოვროთ ეს. კისლიცამ გამოცემასთან ინტერვიუში ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს დაძაბული, მაგრამ პროდუქტიული უწოდა. თუმცა აღნიშნა, რომ სრულიად შეცვლილი გეგმის პროექტის მიმართ ორივე მხარე დადებითად არის განწყობილი. Financial Times-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა რამდენიმე საკამათო საკითხი, მათ შორის ტერიტორიული საკითხები ფრჩხილებში დატოვეს, რათა მათზე გადაწყვეტილება უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა მიიღო. კისლიცას განცხადებით, მედიაში გაჟონილ ვერსიასა და ახალ პროექტს შორის მსგავსება თითქმის არ არის. ციტატა: თავდაპირველი ვერსიიდან ძალიან ცოტა რამ არის დარჩენილი. თანხმედრის მყარი ძირითადი ნაწილი შევიმუშავეთ და არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც კომპრომისზე წასვლა შეგვიძლია. დანარჩენზე ხელმძღვანელობის მიერ გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო. აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ასევე კისლიცას თქმით, შეერთებული შტატების დელეგაციამ უკრაინის არმიის ოდენობის 600,000 სამხედრო მოსამსახურემდე შემცირების შესახებ უკრაინის დელეგაციის არგუმენტები ყურადღებით მოისმინა და დათანხმდნენ, რომ გაითვალისწინებდნენ. ისინი დათანხმდნენ, რომ გაჟონილ ვერსიაში დაფიქსირებული უკრაინის არმიის რაოდენობა აღარ განიხილებოდა. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს სამხედროები გააგრძელებენ, განაცხადა მან. მისივე ცნობით, გეგმაში არსებული პუნქტი, რომელიც ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის ყველა მხარისთვის სრულ ამნისტიას ეხებოდა, გადაკეთდა ისე, რომ ახლა ომში დაზარალებულების საჩივრებს ითვალისწინებს. ახლა რუსებმა უნდა აჩვენონ, ნამდვილად დაინტერესებულები არიან მშვიდობით თუ 1000 მიზეზს იპოვიან, რომ პროცესში არ ჩაერთონ, აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ბოლოს კისლიცას თქმით, მედიაში შექმნილი აჟიოტაჟის მიუხედავად, ჟენევაში შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ აჩვენეს, რომ მათ შორის პარტნიორობა ძლიერია. ამ ბოლო ინფორმაციის ფონზე ვიწყებთ საუბარს გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან, ჯეოკეისის მრჩეველთა ანალიტიკური ორგანიზაციის და ბატონო ვახტანგ, მადლობა ამ დღეებში თქვენ ხშირად გიწევთ ამ პროცესის კომენტირება, მაგრამ ყოველი ახალი დღე და ახალი ინფორმაცია იძლევა ახალი დასკვნების გაკეთების საშუალებას. გენერალურად როგორ შევაფასოთ ის ფაზა, რომელშიც ახლა უკრაინის ომის დამთავრების პერსპექტივაა? მოგესალმებით პირველ ყოვლისა მადლობთ მოწვევისთვის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ხედავთ დინამიურ პროცესს. დინამიურ პროცესს უკვე დადებითი არის, ვინაიდან აქ ხდება გათვალისწინება სხვადასხვა აზრის შესწორებების 28 პუნქტიდან 19-მდეა ჩამოსული, ეს ნიშნავს იმას, რომ გამოვარდნილია, ზოგიერთი გაერთიანებულია და ასე შემდეგ და ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ძალიან აქტიურად მუშაობს. დაწუნებული ვარ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობს ამ დოკუმენტზე. იმ შესწორებების თუ გასწორებების შეტანისთვის, რომელიც პირველ დოკუმენტში იყო და პირველ დოკუმენტი, რომელიც ზოგიერთი მუხლი საერთოდ თვითონ ამერიკელების განცხადებით იყო რუსულიდან ცუდად დათარგმნილი ინგლისურად, ვინაიდან თავის კონსტრუქციით და ინგლისურ ენას არ შეესაბამებოდა, იყო კალკირებული უბრალოდ რუსულიდან და შესაბამისად ძალიან ბუნდოვანს და არასდასრულებას ახდენდა აი ამ დოკუმენტს.
აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რაც განაცხადა ზელენსკიმ, რაც ჯერ ქმედება იყო და შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა არ იქნება ის მხარე, რომელიც იქნება აი ამ პროცესის წინააღმდეგი. ეხლა ყველა ბურთი არის რუსეთის მხარეს. ამაზე ორი აზრი არსებობს, როგორც ყოველთვის პუტინი იყო ადამიანი, რომელიც ზოგადად ეწინააღმდეგებდა მშვიდობას, აი ეხლაც აი ბურთი მის მხარეზე არის. სხვა შორის გამოჩნდა უკვე პუტინმაც გააკეთა განცხადება, რომ რუსეთმა მიიღო ეს დოკუმენტი, განიხილავს ამ დოკუმენტს და რუსეთი როგორც ყოველთვის მომხრე იყო მშვიდობის და მშვიდობიანი მოგვარების, განიხილავს ამ დოკუმენტს და შეიტანს თავის შესწორებებს და იმუშავებს ამ დოკუმენტს. თუმცა ბოლო ერთი დღის განმავლობაში ტონი კრემლის შეფასებების შეიცვალა აშკარად და ბოლო კომენტარი მისი მრჩეული საგარეო საკითხებში ივაშოვის უკავშირდებოდა იმას, რომ ისინი არიან კატეგორიულად წინააღმდეგები ევროკავშირის მიერ მომზადებული წინადადებების შინაარსისა. თუმცა ევროკავშირის მიერ მომზადებული წინადადებები გავლენას ახდენენ ამ მოლაპარაკებათა პროცესზე, მაგრამ ცალკე კი და ფაქტია, რომ თავად შეერთებულ შტატებსა და უკრაინას თანამშრომლობით და პარტნიორობით გამართული მიღწეული შედეგები აისახა ამ 19 პუნქტში, რომელიც ახლა Financial Times-მა გამოაქვეყნა. მოდით აქვე ვახსენოთ, თქვენ ახსენეთ კიდე ზელენსკის დამოკიდებულება და პოზიცია, რომელიც ძალიან მოქნილი არის ამ სიტუაციაში და ასეთი მოლოდინი არ იყო პირველ დღეს რეაგირების დროს, როცა მან ცნობილი მიმართვა ჩაწერა საზოგადოებისადმი უკრაინელი ერისადმი, სადაც ძალიან ხისტად დააყენა თითქოს გარკვეულწილად დილემა ღირსებასა და სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის კუთხით. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ზელენსკი ძალიან მოქნილად თანამშრომლობს, შედეგებიც არის მიღწეული, მაგრამ დატოვებულია როგორც ჩანს რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელიც დაძაბულობას ყველაზე მეტად იწვევს და გამოიწვევს მომავალში და გამოიწვია კიდეც. და ელოდებიან პრეზიდენტების შეხვედრას ვაშინგტონში მომავალ კვირას. მათ შორის პირველ რიგში ეს ეხება უკვე ტერიტორიების დათმობას. არა დე იურე, მაგრამ ჯერ კიდევ არა ოკუპირებული ტერიტორიების გადაცემა. მინიმუმ ჯარების გაყვანა ამ ტერიტორიებიდან. აი მოდით ასე ხისტად დავსვამ ამ საკითხს, განსაკუთრებით თქვენგან არის ეს შეფასება საინტერესო და არა დიპლომატების მხრიდან. გასაგებია უკრაინელების ძალიან ფრთხილი მიდგომა, უნდობლობა სრული პუტინისა და რუსეთისადმი და ისინი უყურებენ ამ ტერიტორიებს როგორც მნიშვნელოვან სამხედრო ზღუდეებს. და ამიტომაც არ უნდათ რომ ეს დათმონ. რა პირობები უნდა იყოს ამის სამაგიეროდ, რაც შეიძლება ტრამპმა და შეერთებულმა შტატებმა მიცეს და აიძულოს რუსეთი რომ წამოიყვანოს, რომ უკრაინა და ზელენსკი დათანხმდეს თუნდაც იმ ჯერ კიდევ არაოკუპირებული რამდენიმე პროცენტის დონბასის დათმობას. თქვენ სწორედ შენიშნეთ, ეს სამხედრო თვალს არის ზელენსკი დილემის წინაშე. მან უნდა მიიღოს ამ პოლიტიკურად მოტივირებული, ან ემოციურად მოტივირებული, ან სამხედრო მოტივირებული გადაწყვეტილება. ალბათ აი ამ სამ მიმართულებიდან შეიძლება გამოვიდეს რაღაც რეალური გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ყველაზე მიესადაგება არსებულ ვითარებას, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ეს არის ეგრეთ წოდებული ციხესიმაგრების ჯაჭვი, დრუშკოვკა, კრამატორსკის სლავიანსკი, რომელიც არის ძალიან ძლიერად დიდი ხნის განმავლობაში ვერასოდეს ვერ შეძლეს რუსებმა, როცა უკრაინელები ესე ძლიერებით არ იყვნენ, მაშინაც კი ვერ შეძლეს აი ამ ტერიტორიების დაკავება. ეს არის საკმაოდ ძლიერად რაიონი, თავდაცვითი რაიონი, რომელიც სამხრეთიდან არ აძლევს საშუალებას რუსებს ხარკოვზე გასვლის. ხარკოვის რეგიონზე გასვლის. ეს ამ ტერიტორიის დათმობის დაკარგვის შემთხვევაში ეს დონბასი არის, დონბასი მთლიანი ტერიტორია ჩავთვალოთ, ვინაიდან ეს არის უკვე ის ადგილები, ის რაიონები, რომელიც აი სტეპიდან გასხვევით საშუალებას აძლევს უკრაინელებს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი თავდაცვითი ზღუდები მოაწყოს. ყარაჩუნი არის ეგ მათი გორაკი, რომელიც არის გაბატონებული ამ მიმართულებაზე, აი ამ დასახლებებს შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს იმ შემთხვევაში თუ კი ეს იქნება დათმობილი გარანტიების გარეშე, რუსებს გაუშვება ძალიან კარგი პლაცდარმი შემდგომში აი
დნეპრზე გასვლის და მოკვეთის ხარკოვის რაიონის მოკვეთის ოპერაციის განსახორციელებლად. დნეპრს ვერ გადალახავენ დღევანდელი შესაძლებლობით და შემერთი მეხუთი შესაძლებლობით რუსები და ფორსებას ვერ განახორციელებენ, ეს გასაგები არის, ურთულესი ამოცანა ექნებათ გადასაწყვეტი მათ, მაგრამ ის რომ აი დნეპრამდე და მალარასიას რასაც უძახდნენ და ეს ოცნებები რაც იყო ხო პუტინის ის რომ განახორციელონ ამისთვის ძალიან კარგი პლაცდარმი ექნება აი ამის დათმობის შემთხვევაში. რა შეიძლება სანაცვლოდ იყოს. ერთი რომ ძალიან კარგი პუნქტებია ჩადებული ის რომ ცირე არის შედარებით ახლა რაზეა საუბარი შედარებით ცირე ტერიტორიებია, მაგრამ ხარკოვის რეგიონიდან და სუმის რეგიონიდან რუსების ჯარების გაყვანა და გარანტიები აი 100%-იანი იურიდიული, ტექნიკური, ტექნოლოგიური ძალისმიერი გარანტიები იმის, რომ რუსები აღარ განახილვის შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება რო იყოს. იქნება აი ის პუნქტი, ის ტერმინი, რომელიც ამერიკას შეიძლება განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ კი მოხდა ამერიკა შეიძლება განახორციელოს რაღაც მოქმედებები, რუსეთსაც ეს დიპლომატიური, სამხედრო თუ ეკონომიკური მისი გადაწყვეტილება. აი ეს ტერმინი შეიძლება ორმაგი გაგებით შეიძლება რომ არ განახორციელოს. ესეთი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ძალიან ნათელი, ზუსტად მეხუთე მუხლის შესაბამისი უნდა იყოს და ქვეყნები რომელიც იღებენ ვალდებულებას იურიდიულად უნდა იყოს ეს გაფორმებული ეს დოკუმენტი. მე მესმის რომ ეს იქნება ძალიან მორალურად ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას მისაღები, ეს მარტო ზელენსკის გადაწყვეტილება არ იქნება, ეს იქნება რადამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და აქ უნდა იყოს გამიჯნა არა მარტო უკრაინელების ჯარების გაყვანა, რუსების ჯარების გაყვანაც უნდა მოხდეს და როგორც დასავლეთი თავაზობდა ნეიტრალური ზემოთ უნდა გამოწყდეს და აი იქ უნდა იყოს შეყვანილი ჩემი სამშვიდობო დანაყოფები, რომლებიც არ მისცემენ რუსებს იმის საშუალებას, რომ თქვათ ახალი აგრესია დაიწყონ უკრაინის წინააღმდეგ. და ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ფაქტორი, თუ გახსოვთ 28 პუნქტი მთავრდებოდა რომ აი ამ პუნქტების შეთანხმების შემდგომ მოხდებოდა ცეცხლის შეწყვეტა. აქ უკრაინელებმა ამოატრიალეს და პირველ პუნქტად გამოდის ისე რაღაც ევროპელებმა შეთავაზეს, რომ ჯერ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ მოხდეს დისპუტი აი ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ბატონო ვახტანგ, ტრამპის მიდგომების გათვალისწინებით, რომელსაც თავისებური მანერა აქვს ზოგადად ამ მოლაპარაკებების წარმოების ზეწოლის განხორციელების, ამას გარკვეულწილად თითქოს აუღალღო პუტინმა თავის დროზე, მაგრამ ფაქტი და მოცემულობა არის ის, რომ რუსეთის მიმართ დღეს ისეთი სანქციებია დაწესებული, რომელიც მანამდე არასოდეს ყოფილა. ნავთობთან დაკავშირებით ბოლო მონაცემები რაც გამოქვეყნდა, ბოლო თვეს სამჯერ ნაკლები აქვს საბიუჯეტო შემოსავალი რაც ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მოლოდინი რომ მხოლოდ ეკონომიკური სანქციები შეიძლება დიდი გარდატეხა მოხდეს, სამხედრო სპეციალისტების დასკვნებში არ არის. ანუ ისინი ამბობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა გამოფიტვის პოლიტიკის, სამხედრო მანქანის დასუსტების კუთხით, მაგრამ იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად დასავლეთის მხრიდან და მათ შორის პირველ რიგში შეერთებული შტატების მხრიდან უახლოეს პერიოდში იქნება ძლიერი სამხედრო მხარდაჭერა. ხედავთ, რომ ტრამპი ძალიან ჩქარობს. აი, მანევრირების რა სივრცე აქვს დარჩენილი ახლა ზელენსკის ევროპის შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომ ჩამშლელად აი ამ პროცესის არ გამოჩნდეს. ფაქტურად ის ახორციელებს აი ესეთ ცვლებს, აი ეს ზუსტად იმ მანევრირებას ახორციელებს, თქვენ ბრძანეთ, რომ პუტინმა ძალიან კარგად აუღალღო ტრამპის როგორც პიროვნებას და ტრამპის რაღაც ფსიქომოტორულ ფუნქციებს თუ მის განწყობებს და შემდეგ. არანაკლებად აუღალღო ზელენსკიმ. თავიდან გაუჭირდა, მაგრამ ხო, მაგრამ დამწუნებული იქ დაეხმანენ დასავლელი დიპლომატებიც, ასევე რაღაც თვითონაც იყო იმდენი მოქნილობა, რომ აწყობოდა აი ამ ამპლიტუდას ტრამპის მოქმედებების და ძალიან სწორი გადაწყვეტილებები არის ჩემი გადასახედად აი ბოლო პერიოდში ზელენსკიდან. მისი განცხადებები, მისი საქებარის სიტყვები, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი იძახის, რომ აი მადლობაც არ უთქვა და რაღაცა ეთყობა, არ უსმენს თორემ ეს მუდმივად იწყებს და ამთავრებს ტრამპის მადლობით, ამერიკელი ხალხისთვის მადლობით და ასე შემდეგ. აქ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ
ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ საკმაოდ მაღალი არის, 50%-ზე მეტი არის. ამავე დროს ამერიკის მოსახლეობის არადადებითად განწყობა პუტინისადმი ძალიან მაღალი 85%-ამდე არის ეს გამოკითხვებით რომელიც კი გამოდის ხო და აქედან გამომდინარე ეხლა ტრამპის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ტრამპისთვისაც ადგილობრივი ამერიკელების განწყობები ის რა თქმა უნდა ახდენს აი ამ ყველაფრის ინფორმაციას იღებს და შესაბამისად აი ზუსტად აი ამ ეხლა ჩემი საზრით თავარია უკრაინა მივაგდე და ჩავაბარე ამას ვერ იცის. არა, ვერავითარ შემთხვევაში. არა, იმიტომ რომ რაღაც მოსაზრებების გამო შიგნითაც ძალიან დიდი პრობლემა. აქ ეხლა ჩემთვის მე მგონი ყველაზე უფრო დიდი პრობლემა ზელენსკისთვის არის უკრაინელი ხალხის დარწმუნება ვიდრე ამერიკელების. რომ იმ კომპრომისული ზეწოლა რაღაც კომპრომისები აუცილებლად მოუწევს კომპრომისების გაკეთება, მაგრამ მიმავალ იდეალური იქნება ჩემი საზრით აი ამ მოცემულობაში ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ დასვლობა და ტერიტორიებზე საუბარი თუ დისპუტი და ასე შემდეგ განხორციელება. ნახოთ სიმაღლესაც მე პირადად რაიმე მოლოდინი რომ ამ ხრივ დიდი გარღვევები მოხდება ამ დღეებში არ მაქვს. შევხედოთ პროცესები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. დარწმუნებული ვარ რომ კოლექტიური დასავლეთი როგორც ამას მოსკოვში და ადგილობრივი პუტინისტები ასე თქვა და ეძახიან მათ ეყოფათ გონიერება არა მარტო უკრაინის პერსპექტივის არამედ თავისუფალი სამყაროს პოზიციონირების თვალსაზრისით თავად არ შეუწყო ხელი ისეთი ტიპის ერთის მხრივ სისტემის დაანგრევას და მეორეს მხრივ ჩამოყალიბებას რომელიც დედამიწაზე თავისუფალი სივრცეებს ნაბიჯ კიდევ უფრო მეტად შეზღუდავს. მადლობა უთხრათ ბატონ ვახტანგ კაპანაძეს, მას დავამშვიდობოთ, ჩვენ გავიდეთ რეკლამაზე და რა თქმა უნდა, აი ამ ფართო სურათის გათვალისწინებით საქართველოს პრობლემებს